საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა. პრემიერ-მინისტრი საჯარო მოხელეებს თავმდაბლობას ურჩევს. გამოირჩევიან თუ არა ასეთი თავმდაბლობით გურჯაანის თვითმმართველობის წარმომადგენლები, რას ფიქრობს ხალხი და როგორ აფასებენ საკუთარ თვისებებს თავად საჯარო მოხელეები. თქვენ თუ ხართ თავმდაბალი საჯარო? მე ამას ხას გავუსვამ რომ პრემიერი ყოველთვის სწორად აკეთებს აქცენტებს. შენ ხვალ გეტყვიან მე რა მამა შენი ვარო? რო შეგინახვან მოხედო. სისხლიანი გარჩევა სოფელ გურჯაანში. რა მიზეზით დაჭრა 55 წლის მამაკაცი თანასოფლელმა. განაჩაუდგე ამ წელში და გაქცევა. უხელ გია დაუჭრია თუ დაჭერესო. ხოდა სამონტყოში გაიყვანს ოპერაცია გავუწევ. დღის ჯგუფებში კვება ერთ ბავშვზე ჯდება ლარი და 12 თეთრი. ლარი და 12 თეთრი მთელი დღის განმავლობაში ბავშვების გამოსაკვებად დასაჭმევენ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს. არის თუ არა მიღებული კალორიები პატარების ორგანიზმისთვის საკმარისი. კალორაჟი თაკლია ჩვენს კვებას მეორე თავკება, ანუ ეგრეთ წოდებული სალათები. დილიდან 4 საათამდე, რასაც მიირთმევენ, ის საკმარისია. ის რაც შემდგომი ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი, რაღაც კორექციები ალბათ უნდა იქნეს შეტანილი. მომრავლებული ბიზნეს ოპერატორები, რომელთა სიას სახელმწიფო ვერ ფლობს, რა რისკის წინაშე დგას საზოგადოება. ბიზნეს ოპერატორი, რომელმაც იცის, რომ მას არ მოაკითხავენ და არ შეამოწმებენ, არ იწუხებს თავს იმისთვის, რომ მოაწესრიგოს, თქვათ, სისუფთავე. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღეს. პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა. გიორგი კვირიკაშვილი საჯარო მოხელის ქცევის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას აპირებს. მთავრობის მეთაური საჯარო მოხელეებს თავმდაბლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს იყვნენ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების. რას ფიქრობენ საკუთარ თვისებებზე გურჯაანში და რამდენად ყურადღებიანი არიან საჯარო მოხელეები, საზოგადოების აზრით გიორგი ბაღანაშვილი განაგრძობს თემას. მინდა მოუწოდო ყველა საჯარო მოხელეს ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა განსაკუთრებით, როდესაც ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს პრემიერ-მინისტრის სიტყვებია გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში საჯარო მოხელის ქცევის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ინიციატივით გამოდის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველაზე მეტი თავმდაბლობა, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით საჯარო სივრცეში და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს. გურჯაანის გამგეობაში საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ ისინი არა მარტო თავმდაბლები არიან, არამედ ხალხის მიმართ პატივისცემი და კიდევ სხვა დადებითი თვისებებითაც გამოირჩევიან. პრემიერი ყოველთვის სწორად აკეთებს აქცენტებს. თავმდაბლობა ჩემთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ადამიანებთან მიმართებაში. და მე ვცდილობ რომ ვიყო თავმდაბალი. დანარჩენს ალბათ მოქალაქეები იტყვიან. საჯარო მოხელე უნდა იყოს თავმდაბალი, კომუნიკაბელური, ორიენტირებული მოქალაქეების რა თქმა უნდა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რა თქმა უნდა შესაძლებლობის ფარგლებში, მისი უფლებამოულებების ფარგლებში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საჯარო მოხელე თავმდაბალი უნდა იყოს. თქვენ თუ ხართ თავმდაბალი საჯარო მოხელე? მე ამას ხას გავუსვამ რომ საჯარო მოხელე კი არა, ყველა ქართველი უნდა იყოს თავმდაბალი. თავმდაბლობა ერთ-ერთი დიდი თვისება ქართულ მართლმადებელ მსვლიერებაში. პრემიერის ეს ინიციატივა განსაკუთრებით ხალხს მოეწონა, ფიქრობენ, რომ საჯარო მოხელეები ხშირად ყურადღებიანი და თავმდაბლები სულაც არ არიან. მათი აზრით ისინი არა მარტო მოგრძალებულები უნდა იყვნენ, არამედ სხვა თვისებებითაც უნდა გამოირჩეოდნენ. გულთან უნდა მიიტანონ ყველა გაჭირვება და შენ ხვალ გეტყვიან მე რა მამა შენი ვარო? რო შეგინახვან მოხედო. ეგ არის საჯარო მოხელე. ძალიან თავდაბალი და ძალიან გამოცდილი ყველაფერზე. ხო. აი, თუ არიან დღეს გურჯაანის გამგეობაში ასეთი საჯარო მოხელე? არ ეთყობა. 4 დღე აქ დავდივარ და ეთყობა, ხო? პასუხისმგებლიანი პირველ რიგში და მოქალაქეების სატკივარი გულთან და მიიტანოს და უნდა იყოს აბსოლუტურად თითოეულ ადამიანზე პასუხისმგებელი. როდესაც მოქალაქე მივა პასუხისმგებლობას გრძნობდეს, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და თავმდაბალი და ზრდილობიანი. საჯარო მოხელე უნდა იყოს ხალხისთვის და ხალხს უნდა ეს დიდი პატივი. დღეს არიან ასეთი საჯარო მოხელე? არა მგონია. როგორ არ არიან თავდაბლები არიან ძალიან ბევრი და პასუხისმგებლობით სავსე უნდა იყოს და უნდა ზრუნავდეს ხალხზე მზრუნველი უნდა იყოს. მოწესრიგებული, განათლებული და ადამიანებთან ურთიერთობის დიდი უნარი უნდა ჰქონდეს. თუ არიან დღეს ასეთი საჯარო მოხელეები? არიან რამოდენიმე.
რესპონდენტების უმეტესობა ამბობს, რომ პრემიერის ინიციატივა საჯარო მოხელეებისთვის კარგი მითითებაა. ეს დარჩება მხოლოდ რჩევად თუ მომავალში მართლაც შეიმუშავებენ წესდებას საჯარო მოხელის ქცევის სტანდარტის შესახებ ჯერ უცნობია. საქმის სისხლიანი გარჩევა სოფელ გურჯაანში. წუხელ გვიანღამით 55 წლის მამაკაცი დაჭრეს. ჭრილობები მუცლის არეში მას თანასოფლელმა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ორივე მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დამნაშავე უკვე დაკავებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რაც შეეხება დაჭრილს, ის მკურნალობას ჯეო ჰოსპიტალსის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. ჩვენ დარაჯი იყო აქა, წუხელ ვიღაცა მივიდა, გამოიყვანა აქა, დანა ჩაუწყია მუცელში და გაქცეულა. ეს ინციდენტი მოხდა საღამოს ეგრე 9 საათს. დილას რომ მოვედი, დილას გავიგე. სისხლი იყო ქუჩაში დავრელი გზაზე. და მე ვთქვი რა მოხდა, მეულე იყო, სიძე იყო აქა. და წუხელ გია დაუჭრიათო, დასჭერესო. და სამონტყოში დაიყვანეს ოპერაცია გავაკეთე. ვინ იყო და ყველებს უკან უცხორიაც ვიღაცა ყოფილა. ამათი თანასოფლებია. შემოსვლისას აღენიშნებოდა მუცლის გულს შემავალი ჭრილობა, ჩაუტარდა ოპერაცია შესაბამისად. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაში. ლარი და 12 თეთრი თითეული ბავშვის გამოსაკვებად, სწორედ ეს მიზერული თანხაა გამოყოფილი გურჯაანის საბავშვო ბაღებისთვის. ამით ბაღების გაერთიანებამ ბავშვების სრულფასოვანი კვება უნდა უზრუნველყოს. როგორია მენიუ, რასაც აღსაზრდელებს თავაზობენ და არის თუ არა მიღებული კალორიები ბავშვის ორგანიზმისთვის საკმარისი, საკითხს დღეს ეთერ თეთრაძე არკვევდა. ერთი ფინჯანი ჩაის 70 გრამი პური, 8 გრამი კარაქი და 25 გრამი ყველი. სწორედ ამ პროდუქტს მიირთმევს 37 საბავშვო ბაღის აღსაზრდელი საუზმეზე, დაახლოებით 11 საათზე. 3 საათის შემდეგ 2-ზე იწყება სადილი. 10 დღიან მენიუში მხოლოდ 3 დღე აქვთ ხორცის წუნიანი. დღეს მაგალითად ბავშვებმა ბოსტნეულის წუნიანი და დესერტად 25 გრამი პეჩენია მიირთვეს. კიდევ 3 საათის შემდეგ გახანგრძლივებულ ჯგუფში 1 ნაჭერი კარაქიანი ან და არაჟნიანი პური გააქვთ. დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე 8 საათის განმავლობაში ასე იკვებებიან აღსაზრდელები და თითოეული მათგანის საკვები დღეში სულ რაღაც 1 ლარი და 12 თეთრი ჯდება. მეთოდისტ ლალი ქოჩიაშვილის განმარტებით ამ კვებას მხოლოდ ერთი პროდუქტი ბოსტნეული აკლია. სუბსიდიით კვება გათვლილი 1500 ბავშვზე, სადაც დღის ჯგუფებში კვება ერთ ბავშვზე ჯდება ლარი და 12 თეთრი, რომელიც მოიცავს საუზმეს და სადილს, ხოლო იმ ბაღებში, სადაც ფუნქციონირებს გახანგრძლივებული ჯგუფები, კვება ჯდება 20 თეთრი. ძველი კალორაჟით აკლია ჩვენს კვებას მეორე თავი კვება, ანუ ეგრეთ წოდებული სალათები, რომელიც ალბათ გათვალისწინებული იქნება ახალ კალორაჟში, ახალ მენიუში და რა თქმა უნდა ჩვენც შევიტანთ ამ კუთხით ცვლილებას. მეოთხე საბავშვო ბაღის მენეჯერის აზრით კი 1 ლარი და 12 თეთრი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვებმა ყოველ დღე ორგანიზმისთვის საკმარისი კალორიები მიიღონ. საკმარისია, იმიტომ რომ დილიდან 4 საათამდე, რასაც მიირთმევენ, ის საკმარისია და 4 საათიდან 6 საათამდე გახანგრძლივებული ჯგუფი და ისიც საკმარისია კალორიაჟის მიხედვით ბავშვებისთვის. პედიატრების აზრით, ლარი და 12 თეთრი შეუძლებელია საკმარისი იყოს ბავშვის სრულფასოვანი კვებისთვის, მით უმეტეს ლარის გაუფასურების ფონზე. მე მაქვს ეს მენიუ, რასაც ბავშვები იღებენ ბაღში. მგონია რომ ეს აი სრულფასოვანი კვება, ის რაც შემდგომი ბავშვის ფიზიკური დაგავითარებისთვის არის აუცილებელი, რაღაც კორექციები ალბათ უნდა იქნეს შეტანილი. კალორაჟი, რომლითაც საბავშვო ბაღები ხელმძღვანელობენ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული, თუმცა ახლა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ახალ პროგრამაზე მუშაობენ. გაერთიანებაში იმედოვნებენ, რომ 2017 წელს დაფინანსებაც გაეზრდებათ, რის შემდეგაც მენიუში ბავშვებისთვის სასარგებლო პროდუქტებს შეიტანენ და კალორიებიც გაიზრდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების მინისტრს სკოლებში საგნის მე და საზოგადოების დანერგვის საკითხში მთავრობის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის ადრეული ასაკიდან პასუხისმგებლობის გრძნობის სწავლებასა და განვითარებაში დადებითის გარდა არაფერია. მისი თქმით, რისკები არსებობს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათი თავიდან აცილებისთვის. ის რომ საწყისი ასაკიდანვე, ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ პასუხისმგებლობის
გზნობა და განუვითაროთ ეს გზნობა, მე მგონი ამაში დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ასეთი რისკები იქნას თავიდან აცილებული, პედაგოგების მომზადებას ექნება უდიდესი მნიშვნელობა, ის ბრალდებები და რაღაც ინსინუაციები ფსევდო ტრადიციულ ღირებულებებზე არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი, არანაირი კავშირი ამ საგანსა და ამ სპეკულაციებს შორის არ არსებობს და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ თუ კი რაიმე ასეთი რისკი შეიძლება არსებობდეს ამ განხილვების პროცესში. გურჯაანის რაიონის სოფლებში პრობლემების გამოსაკვეთად კრებების ჩატარება 12 მარტამდე გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 5 და 6 მარტს შაბათ-კვირას ხალხთან შეხვედრები 5 სოფელში, ჩუმლახში, ყიტაანში, სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ძირკოქში გაიმართება. მოსახლეობას ამ კრებებზე თავად შეეძლებათ მიიღონ გადაწყვეტილება თუ რა პრობლემის მოგვარება სურთ სოფლებისთვის გამოყოფილი რამდენიმე 1000 ლარით. მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ჩუმლახსა და ყიტაანში. ჩუმლახში დაიწყება შეხვედრა 11 საათზე ადმინისტრაციულ შენობაში, ხოლო ყიტაანში გაიმართება პირველ საათზე ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება კვირას, დაგეგმილია სოფელ გურჯაანში, ჭანდარსა და ძირკოქში შეხვედრები 11, 13 და 15 საათზე. ფლობს თუ არა სახელმწიფო ბიზნეს ოპერატორთა სრულ სიას სურსათის უნებლობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მთავარი მასთან დაკავშირებული რისკის დონეების სწორი განსაზღვრაა. მათ შორის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა სურსათის ბიზნეს ოპერატორებიდან მომდინარეობდეს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით სურსათის ეროვნული სააგენტო სრულად არ ფლობს რისკის დონის განსაზღვრისთვის საჭირო ინფორმაციას ყველა ბიზნეს ოპერატორზე, რაც საკანონმდებლო ცვლილებებია მომზადებული მომავალში. მონაცემების სიზუსტის უზრუნველსაყოფად ინიციატივაზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში საუბრობენ. ბიზნესის რეგისტრაცია სურსათის უნებლობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მთავარი მასთან დაკავშირებული რისკის დონეების სწორი განსაზღვრა. მათ შორის საფრთხეების, რომელიც შესაძლოა სურსათის ბიზნეს ოპერატორებიდან მომდინარეობდეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2014 წელს საქართველოში დაახლოებით 35000 ბიზნეს ოპერატორი ფიქსირდებოდა. უწყების მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ მონაცემები 17000-მდე შემცირდა. ექსპერტთა შეფასებით მონაცემთა ბაზის ასეთი ცვლილება სტატისტიკის არასანდოობაზე მიუთითებს. ბიზნეს ოპერატორების დაუდგენელი რაოდენობა ეს ის საკითხია, რომელიც ევროპის ფონდის ანგარიშში ყოველწლიურად ხდება. რეგისტრირებულ სურსათის ბიზნეს ოპერატორთა მონაცემები არ არის ზუსტი. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, თუ რამდენი ბიზნეს ოპერატორი მუშაობს ბაზარზე რეალურად. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საქართველოს სოფლის მეურნეობა ძირითადად წვრილი გლეხური მეურნეობებისაგან შედგება, რომლებიც რეგულარულად აწვდიან ბაზარს თავის მიერ წარმოებულ პროდუქციას, თუმცა არ არიან ვალდებულნი სურსათის ბიზნეს ოპერატორებად დარეგისტრირდნენ. შესაბამისად, ოფიციალურად რეგისტრირებულ ბიზნეს ოპერატორთა რაოდენობა მხოლოდ მცირე ნაწილია სურსათის წარმოებითა თუ გაყიდვით დაკავებული საწარმოებისა თუ გლეხური მეურნეობებისა. ზუსტი სტატისტიკის მნიშვნელობაზე საუბრობენ სურსათის უნებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებიც. სახელმწიფო მარიცის რა რაოდენობის კონტროლი სჭირდება. ბევრი ბიზნეს ოპერატორი რჩება კონტროლს გარეთ. და ბიზნეს ოპერატორი, რომელმაც იცის, რომ მას არ მოაკითხავენ და არ შეამოწმებენ, არ იწუხებს თავს იმისთვის, რომ მოაწესრიგოს, თქვათ, სისუფთავე, ჰიგიენის ნორმები და შესაბამისობაში მოიყვანოს ყველაფერი და დაიცვას უნებლობა სურსათის. ბიზნეს ოპერატორების საკითხთან დაკავშირებით მწვავეა სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც. უწყებაში აცხადებენ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნეს ოპერატორების სრულ სიას არ ფლობს, რაც ირაკლი წიწილაშვილის განმარტებით რისკების სწორ შეფასებასა და ეფექტურ ინსპექტირებას უშლის ხელს. სურსათის სააგენტოს არ ჰქონდა ზუსტი და სრული მონაცემთა ბაზა ბიზნეს ოპერატორთა შესახებ. 2014 წელს ინსპექტირებისთვის შერჩეული 2602 ოპერატორიდან 422 დაკეტილი აღმოჩნდა, ან პროფილი ჰქონდა შეცვლილი. აუდიტის სამსახური თავად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწოდებულ სტატისტიკას გვაცნობს და განმარტავს, რომ უწყება გარკვეულ შემთხვევებში არც ბიზნეს ოპერატორების საქმიანობის ცვლილებაზეა ინფორმირებული. ირაკლი წიწილაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნეს ოპერატორებთან დაკავშირებული პრობლემა მეწარმის რეესტრში დარეგისტრირებისაც იწყება. სხვა ტიპის ხარვეზებიც არის, როდესაც მაგალითად ბიზნესი რეგისტრირდება, ასე ვთქვათ, მარეგისტრირებელი ვინც არის, ის ვალდებულია რომ მიანიჭოს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია პროფილის შესახებ, ანუ ბიზნესის პროფილის შესახებ, აი რა ტიპის სასწავლების ობიექტია, მაღაზია თუ რა ტიპის, ასე ვთქვათ, ბიზნესია.
აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო სექტორის შენიშვნებზე განმარტებას სურსათის ეროვნულ სააგენტოში აკეთებენ. უწყებაში ამბობენ, რომ მომავალში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველსაყოფად შემუშავებულია ცვლილებების კანონპროექტი სურსათის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ბიზნეს ოპერატორებს ექნებათ ვალდებულება დარეგისტრირდნენ ეკონომიკური საქმიანობის რეესტრში და საქმიანობის პროფილის შეცვლის შესახებ პერიოდულად განაახლონ ინფორმაცია აღნიშნულ რეესტრში. კანონმდებლობა არის ამის საფუძველი, ხო და ვინაიდან კანონმდებლობა შესაბამის სრულყოფილი კანონმდებლობა არ არსებობდა, ამიტომ შესაბამისად ვერ ხდებოდა ამ რეესტრის სრულყოფილად ჩამოყალიბება. კანონპროექტი ამჟამად საკანონმდებლო ორგანოშია წარდგენილი და მისი განხილვა სხვადასხვა კომიტეტებშია დაგეგმილი. საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მანამ სანამ ბიზნეს ოპერატორთა რაოდენობა არ დაზუსტდება, რისკის მართვისთვის გატარებული ღონისძიებები რეალურ შედეგებს ვერ მოიტანს. დედის დღისადმი მიძღვნილი საღამო გურჯაანში საქველმოქმედო ფონდ დიდხარშენ უფალოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლება ღონისძიება გამართეს. შვილგარდაცვლილი დედები მოიწვიეს და ამ ფორმით დედის დღე მიულოცეს. ღონისძიება ძირითადად პოეზიას დაეთმო გაშღერდა სიმღერებით. ასეთი საღამოს მოწყობისთვის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა გურჯაანის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა ილიამ. ფონდის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება. ჩვენ ვერავინ ვერ გვასწავლის დედის სიყვარულს და მით უმეტეს ქრისტიან ხალხს, რომლებსაც ღვთისმშობელი ყავს და ეს ღვთისმშობელი იმ ხელაზე მაღლა ყავს, რომ უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით სერაბინთასა და ყავდა მეფე, ქალი მეფე ყავდა და ტოლერანტობასთან გენდერულ თანასწორობასაც ვერავინ ვერ გვასწავლის რა. სურდა რომ შვილგარდაცვლილი დედებისთვის გაგოლამაზებინა ერთი დღე, რადგან მათ ისიც ეყოფათ, რომ დანაკლისი აქვთ, რომ შვილი არ ყავთ და ჩვენ გვიდოდა, რომ ეს სიტყვოთი აგვევსო ეს ხალხი და გაგოლამაზებინა მათთვის ეს ერთი მშვენიერი დღე. მით უმეტეს იყო დედების დღე და დედების დღე შეხვდნენ ძალიან თბილად და კარგ გარემოში. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პარტია ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მნიშვნელოვან წილად განახლდება. გარდა ამისა, სამართს რესპუბლიკური პარტიის წევრებთან გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელზეც მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა ქართულ ოცნებასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის არის მნიშვნელოვანი. გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალპარტიულ ფორმატში იქნება წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, ეს ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ იქნება მრავალმხრივ ფორმატში დასადასტურებელი. ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარშემო და მთლიანად კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო, ეს მიზნები იქნება უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დაფუძნებული ჩვენ საუკეთესო ფასეულობებზე და ტრადიციებზე და რა თქმა უნდა, იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე. საკითხს დღეს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გამოეხმაურა. ირაკლი ჩიქოვანისთვის გაუგებარია ორმხრივი შეთანხმება, მაშინ როდესაც საუბარი მრავალპარტიულ ფრაქციას ეხება. გაუგებარი რჩება ის საკითხი, თუ როგორ შეიძლება ორი პარტია შეთანხმდეს ერთმანეთში და შემდგომ დანარჩენებს შეუთანხმოს, ანუ კოალიციის სუბიექტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რაც ალბათ გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს კოალიციის შემადგენლობაში. თუმცა ეს ჩემი საქმე არ არის. მე ნამდვილად ნაკლებად მაინტერესებს ეს ყველაფერი. ჩვენ ყველას თითოეულ ჩვენთაგას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, გვაინტერესებს, რომ ჩვენი ხელისუფლება უფრო კონცენტრირებული იყოს იმ პრობლემებზე, რა პრობლემაც ქვეყანას გააჩნია, ვიდრე საკუთარი შიდა კულუარულ გარკვევებში იყოს ჩაფლული.
200-ზე მეტ ეკომიგრანტს საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი დაუკანონდება და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეკომიგრანტების საკითხი წლების განმავლობაში გადაუწყვეტელი იყო. მისი თქმით, ასევე გაგრძელდება დევნილებისთვის ბინების გადაცემა დაკანონების პროცესი და აღნიშნული საკითხი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. 200-ზე მეტ ეკომიგრანტს დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მაგრამ ეს პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ასევე ჩვენ დევნილებს გადავცემთ კიდევ საცხოვრებელ სახლებს დაუკანონებთ და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლების გარშემოც ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური კონცენტრირება ჩვენი ძალების. რუსთავის აზოტის ქარხნის მუშაობის შეფერხებასთან და დახურვის საშიშროებასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. დავით კირკიტაძის განმარტებით ხელისუფლებას ოკართან ხელშეკრულების გაფორმებას განგება ჭიანურებს, რაც საწარმოს მუშაობას აფერხებს. რუსთავის აზოტის ქარხანა ერთი თვეა გაჩერებულია, თანამშრომლები კი შვებულებებში არიან, რის გამოც ისინი ხელფასის მხოლოდ ნახევარს იღებენ. აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა მიხეილ მაჭავარიანმაც. აქ დასაქმებულია 2400 ადამიანი და ეს ადამიანები არიან საფრთხის წინაშე, საფრთხე რომელიც ემუქრება ქარხანას გაჩერება და მათ უმუშევრობა, ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, ეს იქნება კატასტროფა რუსთავისთვის და ეს ხდება მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზის გამო, რომ საქართველოს მთავრობა დღემდე აჯანჯლებს ხელშეკრულების ხელისმოწერას კომპანია სოკართან, რომელიც მზად არის რუსთავის აზოტისთვის მისაღებ ფასად მიაწოდოს კომპანიას გაზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის რაიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული მამაკაცი სოფელ რუისში დააკავეს. საცხოვრებელი სახლიდან კი აკაესის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პარაბელუმის მოდელის 2 პისტოლეტი, ვალტერის სისტემის 2 პისტოლეტი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დაკავებული საცხოვრებელი სახლის რეგისტრს სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოვიდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ქართველი ძიძის მიერ აღზრდილი ბერძენი ბიჭუნა ქართულად მღერის. თბილისის პილოტმა გზავს აუწყა, რომ მისი მეუღლე ორსულადაა. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ნორმანდიული 4-ეულის მოლაპარაკებები პარიზში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეიროს ინფორმაციით 4-ეულის შეთანხმდა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ადგილობრივი არჩევნები ამ წლის ივლისამდე გაიმართება. თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაվել კლიმკინი აღნიშნავს, რომ არჩევნების ჩატარების საკითხზე ახალი კანონის მიღებამდე საჭიროა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე რეალური პროგრესის მიღწევა. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე გარღვევა ვერ მოხდა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვის შეფასებით კი მხარეებს შორის კონსენსუსი არ შედგა. თურქეთში თავდასხმის შედეგად 2 პოლიციელი დაიღუპა, 35-მდე მოქალაქე კი დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებმა პოლიციის შენობასთან დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. შემთხვევა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ნუსაიბინში მოხდა. შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი, მათ შორის სამოქალაქო პირები. ორ სირიელს, რომლებმაც შარშან ზღვის გავლით დაღუპული სირიელი ბიჭის ალან კურდის ოჯახი გადაიყვანეს თურქეთის სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, 3 წლის ალან კურდის ცხედარი გასულ წელს 2 სექტემბერს თურქეთის ქალაქ ბოდრუმის სანაპიროებთან აღმოაჩინეს. ის ოჯახთან ერთად საბერძნეთამდე ნავით ცდილობდა ჩასვლას. ტრაგედიის დროს ალან კურდის ძმა და დედა დაიღუპნენ. ახლა კი საინტერესო ამბები, რომლებიც პალიტრა ტივიმ გაავრცელა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი ძიძის მიერ აღზრდილი ბერძენი ბიჭუნა ქართულ სიმღერებს ძალიან საყვარლად ასრულებს. თვითმფრინავის პილოტმა გზავს აუწყა, რომ მისი მეუღლე ორსულადაა. მან ყველას გასაგონად დინამიკში გამოაცხადა, რომ გზავრებს შორის ბედნიერი მამიკო იმყოფებოდა. ზუსტად ასე გადაწყვიტა ქალმა მეუღლისთვის ეუწყებინა, რომ ის ორსულადაა. ახლა კი დღის სხვა ამბები.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა 2 მატჩიანი ტურნე მონტენეგროში გამარჯვებით დაასრულა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გიორგი ყიფიანის გუნდმა მასპინძლებს 2-0 აჯობა. პირველი შეხვედრა კი მონტენეგროელებმა ამავე ანგარიშით მოიგეს. ამჟამად ქართველი 19 წლამდელები ევრო 2016-ის ელიტ რაუნდისთვის ემზადებიან. ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მატჩები 24, 26 და 29 მარტს ესპანეთში, ქალაქ სევილიაში გაიმართება. გიორგი ყიფიანის გუნდის მეტოქეები მასპინძელთა გარდა ინგლისელი და ბერძენი ფეხბურთელებიც იქნებიან. წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების თამაშიც. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სომხეთის 18 წლამდელთა გუნდი მეორე შეხვედრაშიც დაამარცხეს. ვასილ მაისურაძის ნაკრებმა კვლავ დიდი ანგარიშით ამჯერად 3-0 გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებს ევრო 2016-ის ელიტ რაუნდი 15-20 მარტს ელის. ქართველი ფეხბურთელები რუს, ბოსნია, ჰერცეგოვინელ და იტალიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება. ასეთი იყო დღეს განვითარებული მოვლენები, ნახვამდის.